ნიგერიის ეკონომიკა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 66 წლის განმავლობაში 6000%-ზე მეტით გაიზარდა. ისრაელი თავიდანვე მნიშვნელოვანი დიპლომატიური და სტრატეგიული პარტნიორი იყო. ორშაბათს ისრაელის ელჩმა ნიგერიაში მიხაელ ფრიმანმა მისალოცი წერილი გადასცა ახალდანიშნულ ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიანკა ოდუმეგუ ოჯუკუს. ყოფილი მის აფრიკა და მეწარმე საკუთარ თავს ისრაელთან თანამშრომლობის გაგრძელებას უძღვნის. დაახლოებით 5000 ნიგერიული ბიზნესია ყველა სექტორიდან თანამშრომლობს სტარტაპების ქვეყანასთან, სადაც ხელოვნური ინტელექტი განვითარების ახალი მიმართულებაა. ჩვენ სულად კონცენტრირდებით ხელოვნურ ინტელექტზე. მომდევნო რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი ხელოვნურ ინტელექტში. და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ცოდნა ნიგერიას ინოვაციების გზით გაუზიაროთ. და ეს სასიხარულო ამბავია ნიგერიის ახალგაზრდა თაობისთვის, რომელთაგან თითქმის 3 მილიონი ინოვაციაში კარიერას ირჩევს. ჩვენ თბილად შეგხვდეთ ჭკვიანი და ძალიან კრეატიული ადამიანები. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პრობლემებზე არ ლაპარაკობენ, არამედ მათი გადაჭრა სურთ. და სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ნიგერიიდან წამოსულ სტარტაპებზე გავიგეთ, რომლებიც მთელ მსოფლიოში წარმატებას მიაღწევენ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოჯუკუ ასევე ოფიციალურად მიიწვიეს ისრაელში, რაც შეიძლება მალე.